დღეს ჩემთვის ძალიან საინტერესო კენკროვან კულტურებს მინდა გავეცი. გავიგებ, რამდენად არის მოთხოვნა მათზე როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო ბაზაზე. გამარჯობა. გამარჯობათ. კარგად გბრძანდებით. როგორ გაზრდილა და დამშვენებულა? დამშვენდა, გალამაზდა, გაიზარდა. ასე რომ ვიღებთ მოსავალს. თარო მოგეხმაროთ, შეიძლება. წინააღმდეგი არ ვიქნები. აი ეს თოთი ძალიან ლამაზი. დავკრიფოთ. ეს არის ლიანისებური მაყვალი. როცა მიაღწევს მეტრა 20 მეტრას, აი ამ ტოტის სიმაღლეს არა, ფაქტიურად ზედა ნაწილს ვაჭრით. შემდგომში უნდა აუცილებლად საყრდენი გაკეთდეს, 3 წვერი მავთული გაიბმება და ისეთი ლამაზად ჩამოეკიდება ეს ტოტები და ისეთი ლამაზია საყურებლად აი ეს წიფე მაყვალი, რომ რა ვიცი. დაკრეფა ხო არ გენანებათ? დაკრეფა არა. კენკროვანი კულტურები საქართველოში პლანტაციის სახით არასდროს არ ყოფილა, იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთეული ძირები. 2004 წლიდან დაიწყო სადემონსტრაციო ნაკვეთების გაკეთება საერთაშორისო ორგანიზაცია ეგვენტიჯის მიერ. შემოტანილი იქნა ამერიკიდან 6 ჯიშის 15 სახეობის სხვადასხვა ნერგები, მათ შორის 4 სახის მოცხარი, 3 სახის ჟოლო, 2 სახის ხურტკმელი, 4 სახის მაყვალი. ეს კულტურები მიდის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. გარდა ამისა, ლურჯი მოცვი, ეს არაჩვეულებრივი კენკრა მიდის დასავლეთ საქართველოში მჟავე ნიადაგებზე, ჩაის ნიადაგებზე და ბაზარი მოთხოვნადია. რეალურად კენკროვანი კულტურები შემოდის მხოლოდ საზღვარგარეთიდან გაყინული ფორმით და თუ გადავიყვანთ 1 კილოგრამის ფას, დაახლოებით სუპერმარკეტში ღირს 18-დან 20 ლარამდე. თვითონ ხის მოვლაც, აი ამ ბუჩქის მოვლაც არ არის რთული. აი ეს ძირებს, რომლებსაც ასხია წელს, ეს ამ შემოდგომით ფაქტიურად გახმება. ასეთი თვისება აქვს. მემრისისთვის ესე იგი შემოდგომით მოიჭრება აი ეს დიდი ტოტები, ღეროები. ეს არის წელს ამოსული ღერო, რომელიც გაზაფხულზე მომავალ ზაფხულში მოგცემს მოსავალს. ესე იგი მოსავალს რო გვაძლევს, იმის შემდეგ აუცილებლად გახმება და მოიჭრება. ეკალი არ აქვს, ადვილად მრავლდება, ვეგეტატიური გამრავლება აქვს. აი ეს ველური მაყვალი როგორი პატარა არის. ძალიან სწრაფად იჭყლიტება. ტრანსპორტაბელური არ არის. თვითონაც ვიზუალურად არ არის ლამაზი. საინტერესო ესე თავიდან გამრავლებიდან რო დავიწყოთ. აი რა ჭირდება, როგორი ნიადაგი უნდა? კენკროვნებს უფრო მოწს უნდა მჟავე ნიადაგი, მაგრამ მაყვალი ჩვენს ნიადაგია, სადაც პH 6 და 7-ია, ნორმალური მჟავიანობის ნიადაგია, ძალიან კარგად ეთვისება. ვეგეტატიურად მრავლდება დაკალმებით. და მეორე წელს უკვე გადარგვა შეიძლება აი ამ დაფესვენებული ძირების და შემდგომში უკვე მოსავალს მივიღებთ. საუკეთესო პერიოდი როდის არის? დაკალმების და გაზაფხულზე. დაფესვენებული ძირების გადარგვა გაზაფხულზე მარტში, აპრილშიც სრულიად შესაძლოა. შემოდგომითაც შეიძლება, მაგალითად ჩვენ გვაქვს უკვე ისეთი, რომელიც გაზაფხულზე დავკალმეთ და უკვე დაფესვენებულია ყვავის კიდევაც და მათი გადარგვა შემოდგომითაც თავისუფლად შეიძლება. ასე რომ ეს ადვილად ხარობს ძალიან, ადვილად გამრავლებადია და ადვილად მოსავლელია. პირველი მოსავალი როდის მოგწევთ? რამდენი წელი ჭირდება? მე იმ წელიწადს ვიძლევა მოსავალს, მაგრამ რა თქმა უნდა მცირე და მეორე წელიწადს შარშან ჩვენ პირველი ქონდა მოსავალი 2 კილომდე გითხარით დავკრიფეთ და წელს უკვე 1-200 კილოს მაინც დავკრიფავთ. ასე რომ შედარებით სერიოზული შედეგია. ბაზარზე არის სეზონურად მხოლოდ და იქაც საკმაოდ მაღალი ფასით ხასიათდება და მოთხოვნადი კულტურა მიიტან თუ არა, მაშინვე იყიდება. ყველა მიცის მოსახლეობამ გაიგო, რომ ეს არის ყველა პროდუქტთან შედარებით, ყველა ხილთან შედარებით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, მას მხოლოდ ადრე გაზაფხულზე მავნებლების წინააღმდეგ ესაჭიროება წამლობა და რეალურად ნაყოფის გამონასკვისა და სიმწიფის პერიოდში მას წამლობა აღარ ჭირდება და ვიღებთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.
ფაქტიურად არაფრით არ შეგვიწამლია, არ გამოგვიყენებია ის პესტიციდები და ანუ ეკოლოგიურად სუფთა არის, არაფერი, არანაირი დაავადება თვითონ მაყვალს არ გაშენია, საღი არის, დაუშვათ სოკოვანი დაავადებაც არის, იდამპლე ფაქტიურად არ შეიმჩნევა. ესეც ძალიან კარგია, რომ ეკოლოგიურად სუფთაც არის, ნაკლები დანახარჯია, ადვილად გამრავლებადია. ეხლა ნიადაგს რო დამუშავება დასჭირდება და სარეველებისაგან და ნამდვილად სასუქის შეტანა, ეს ყველა კულტურას სჭირდება და აქ ეს ახალი არ იქნება. მაგრამ სხვა ისეთი კონკრეტულად რაღაც რომ სპეციალურად დასჭირდეს ამ მცენარეს მოსავლელად, გამრავლებისთვის, ნაყოფის მისაღებად, ნამდვილად ვთვლი რომ ეს ძალიან მოხერხებულია, ადვილია, მოსავლებადია და რაც მთავარია პროდუქტიულია, 15 ტონა, 10 ტონა მივიღოთ. საშუალო დაახლოებით ფასი რამდენი იქნება? რა ვიცი, შარშან ამბობდნენ რომ 3 ლარი ყიდა ბაზარში. მე ლარად გავყიდო. საკმაოდ კარგი შემოსავალი. თუ 12 და 15 ტონა იქნება, 15000 ლარი საკმაოდ ბევრია. დანახარჯი რამდენი უწევს? ეს დანახარჯი, ნუ ნიადაგის დამუშავება თუ გექტარზე მაქსიმუმ ამან 500-800 ლარი წაიღოს, მეტი არა გექტარზე. ანუ ესე ჭირდება დამუშავებას, არაველებისგან განთავისუფლება. განთავისუფლება დარგვა და ნუ ეხლა აუცილებლად უნდა საყრდენზე დადგეს აი ამას მავთულის გაჭიმვა სჭირდება 3 წვერი მავთული. ჩვენი მეზობლები ძალიან ბევრი დაინტერესებულები არიან, ცდილობენ გააშენონ იქნებ ერთადნაირად გავდიდრდეთ ყველანი. ახალი კულტურა უნდა შემოვიდეს. ბაზარი ფაქტიურად აუთვისებელია. მოთხოვნილება ძალიან ბევრია აი ამ კენკროვნებზე და ეს მაყვალი იმდენად არის ადვილი რომ ეკალი არა აქვს, არის სუსხები, არის ტვირთები, არ ბენს არაფერი. ნაყოფი ასეთი მსხვილია, კარგია და ბაზარში, რა ვიცი, ძალიან დიდი მოთხოვნილება. თვითონ რა ინფორმაციაც მაქვს და აი კაჭრეთის ექსტენსიის ცენტრიდან ნესლეს ფირმას უნდა ამისი ხელშეკრულების გაფორმება და შეუზღუდავად მიიღებს ის ამ პროდუქტს. კაჭრეთში ახლა უნდა გაკეთდეს აი ჩალაუბნისტეკთან კონცენტრატების გადასამუშავებელი ქარხანა, რომელიც აი ამბობენ რომ მარტო კახეთის კი არა, აზერბაიჯანიდან და მთელ საქართველოსდანაც რომ შემოდენი გამტარიანობა იმდენად დიდი ექნება, რომ ის ყველანაირ ხელს მიიღებს და ხალხიც ამოისუნთქებს თუ კი შემოსავალი ექნება. ბავშვთა კებაში, აი ქარელში არის არაჩვეულებრივი საწარმო ჰიპი, რომელიც თვითონ თხოვლობს, რა მოცულობისაც არ გინდა იყოს, ისინი მიმღებები არიან და ბავშვთა კვებაში, როგორც სხვა პროდუქტთან ერთად ხმარობენ, ასევე ნაყინის წარმოებაში და სხვადასხვა წარმოებაში, კულინარიაში ძალიან მოთხოვნადია ყველა კენკროვანი, მათ შორის როგორც გაყინული, ისე ცოცხალის სახით. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია და არ აჭირდება მაინდამაინც დიდი 10 გექტრები. ადამიანი თავისი შრომით დიდი მექანიზაციაც არ ჭირდება, ყველა მოსახლეს შეუძლია თავისი ღობის პირზეც კი გააშენოს ერთეული ძირები, პატარა ტალავერის სახითაც კი. მოუშვებიძინო ნერგი, სად უნდა მივიდე და რამდენი დამიждდება ეს სიამოვნება? ნერგი წელს საკმაოდ რაც შარშან შესაძლებელი იყო, დავკალმეთ. 2000-3000 გვაქვს უკვე შემოდგომით შეგვიძლია მისი რეალიზაცია. გაზაფხულზედაც წელს მაქსიმალურად დავკალმავთ, იმიტომ რომ მოთხოვნილება ძალიან ბევრია. ალბათ საშუალოდ 2 ლარი ეღირება ერთი ძირი. ასე რომ ეს ძვირადღირებული არ არის, ადვილად ხარობს, ადვილად მრავლდება. შეხედეთ ამ ღეროზე მწიფეც არის. მაყვალი რომელიც უკვე შედის სიმწიფეში, წითელია და თან ყვავის. ესე იგი, ვთვლი რომ აქედან გამომდინარე ეს უნდა იყოს ხანგრძლივად მოსავლის მომცემი. ესეც ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ უხვი მოსავალი მივიღოთ, იმიტომ რომ მარტო ერთჯერადად გაყვავდა და დამწიფდა და აიღო მოსავალი, არა. ფაქტიურად ეს ახალი განახლებადი არის, რომელიც დაახლოებით 1 თვე მაინც დასჭირდება მის მომწიფებას და 1 თვის მერეც იქნება შესაძლებელი მოსავლის აღება. ჩვენ რო შემოვიტანეთ ეს ნერგები დაახლოებით $2.50-დან $4-მდე დაჯდა ერთი ნერგის ფასი და ადგილზე იყიდება $1.50-დან 2 ლარის ჩათვლით. ესეთი არის ადგილობრივი ფასები.
ამრიგად მოსახლეს შეუძლია არის ისეთი ჯიშები ჟოლოსი, რომელსაც ჭირდება საყრდენი, არის ისეთი ჯიში, რომელსაც საყრდენი არ ჭირდება. ჩვენ ვიძახით შპალიერს, აი ვაზის ფორმით რო გაშენდეს, შეუძლია ღობის პირსის დარგას, შეუძლია პატარა პლანტაცია გააკეთოს, შეუძლია დიდი პლანტაცია გააკეთოს. კონსულტაციებით შეუძლია მოსახლემ მოიყვანოს, არ არის აუცილებელი, რომ განსაკუთრებით დიდი აგრონომიული ცოდნა. რა თქმა უნდა, სწავლების ჩატარება აუცილებელია, მას ჭირდება გამრავლებისთვის სპეციალისტი, მუდმივად ვატარებთ ტრეინინგებს. ტრეინინგები უფასოა, რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს მისი შეძენაც და მოვლა-მოყვანა. ყველა შემთხვევაში კითხვა-პასუხითაც შეიძლება. რა თქმა უნდა, ერთი ტრეინინგი და ორი ტრეინინგი სამაც ყველაფერს ვერ შეისწავლის, მაგრამ ყველა პერიოდისთვის, ყველა ცალ-ცალკე კიდე შეიძლება, რომ პერსონალურად დაუკავშირდეს ჩვენ აგრონომებს ან სპეციალისტებს და მისცეთ სათანადო კონსულტაცია, რომ კულტურა იყოს მომგებიანი და ან არ დაიღუპოს, ან და ყველას მიეცეს ინტერესი მისი გაშენების. არ გამიკვირდება ხა თქვენ რომ დიდ ფართობზე აპირებთ ამის გაშენებას. ნამდვილად ვაპირებთ, საშუალოდ ალბათ 1 გექტარზე ვაპირებთ. იმდენი კვირტი ისა გვაქვს უკვე, რომ 1 გექტარს გავაშენებთ. 1 გექტარს დაახლოებით 2000 ძირი სჭირდება. წყლის მოყვარულია? არც იმდენად. აი რო თქვა რომ გარკვეული პრეტენზია. წესახლა გაზაფხულზე კი ბევრი წვიმები იყო. ფაქტიურად არ ვწყავთ, იმიტომ რომ არ აგვაქვს ეგ საშუალება. აქ ჩვენს ტერიტორიაზე სარწყავი სისტემა არ არის. ეს პრობლემაა. რა თქმა უნდა, წყალი რო ქონდეს, შეიძლება ნაყოფი ბევრად მსხვილიც იყოს. დაზღვევაზე და კრედიტზე არ ფიქრობთ? ფიქრობ კი. თუ იაფის სესხები გაიცა სოფლის მეურნეობაზე, მე ნამდვილად ვისარგებლებ ამით და განვითარებას შეგვიწყობს ხელს. რის ფაქტორები ძალიან დიდია? აი დაზღვევაზე არ გიფიქრიათ მაგალითად? განსაკუთრებით სეტყვა, თუ გინდაც ეს გვალვა, უწყლობა, იმდენად აზარალებს გლეხს, ფერმერს, რომ ნამდვილად ღირს ამაზე ფიქრი და უნდა ვიფიქროთ. და ეს დაზღვეულები რომ ვიქნებით ამ პრობლემებისაგან, არა შეიძლება ეს პრობლემაც უკვე მოგვარებადი გახდეს და ჩვენც კიდევ უკვე აღარ ვიყოთ აი მარტო ცაზე დამოკიდებული და იმედი გქონდეს დაუშვათ ის სეტყვა მოვა თუ არა ჩვენ ამისი გარანტია რა გვექნება რომ რაღაცა მაინც აგვინაღება ხო წყალში არ ჩაიყრება და მფაცარიელები არ დავრჩებით. თქვენი დაინტერესება ნათლად ჩანს მალყლით. კიდე გაგიმრავლებიათ. ახალი ძირებია წელს გადარგული, რომელსაც უკვე ეს ასუნთლად ახალი ამონაყარი აქვს. აი ეს კიდევ ძირითადი ძირებია, რომლიდანაც ამოიყარა. მემრის უკვე ესეც ისეთივე მოსავალს მომცემს, როგორიც იქით რიგებში ნახეთ. ის რა კონსტრუქცია? ეს ბადეებია სპეციალური, რომელზედაც მეტრნახევარი აქვს სიმაღლე, რომელზედაც პამიდორი, კიტრი, ლობიო, ნებისმიერი პროდუქტის ასვლა შეიძლება და ძალიან ადვილად მიემაგრება კიტრი, ძალიან ვინც ნახულობს ყველა მოსწონს, რომ ძალიან პრაქტიკულია. უღრმესი მადლობა ქალბატონო ეზერე საინტერესო საუბრისთვის. იმედი მაქვს, რომ უხვი მოსავალი გექნება. დიდი მადლობა. არ გაზანდებოდი. ასპინძელო. მომზადით. ორა ხამაც. ამ მადლიან მხარეს ვესტუმრე, კენკროვანი კულტურით ვარ დაინტერესებული. ჩვენ ვიყოფებით ოჯახში, სადაც ერთ-ერთი წარმატებული ფერმერია, რომელსაც მოყავს ლაგოდიხის რაიონში ამ მადლიან მიწაზე ყველაზე მეტი ჟოლოს მოსავალი. მომზადით გაგაცნობთ ამ წარმატებულ ფერმერს და იხილეთ თვითონ მისი საქმიანობა და მისი ბიზნესი. კეთილი. ტონობით მოსავალი მოყავს და რამოდენიმე ადამიანს ასაქმებს, თვითონაც კმაყოფილია, ხალხის კმაყოფილია და მომზადით, შემომზადით. ბატონო გივი, თუ შეიძლება მოგასწროთ, მაგრამ უნდა გაგაცნოთ ხალხი, რომლებიც დაინტერესებულია თქვენი საქმიანობით. მე ბოდიში დავთვალე. როგორც მალხას მადლობა. როგორც მალხასმა მითხრა, ტონობით კრებთ ჟოლოს. დაახლოებით ესეა, სადღაც 2-3 ტონამდე ადის. მომზადით დაგათვალიერებით. აი აქედან იწყება. რამდენი ხანია რაც ამ მეურნეობას მოკიდეთ ხელი? 5 წელი იქნება. ნაყოფს როდის გვაძლევს? ნაყოფს ორჯერ იძლევა. ერთი იძლევა ზაფხულში, მეორე შემოდგომით. სექტემბრის დასაწყისიდან იწყებს მეორედი. და სანამ ყინვა არ მოვა, მანამდე ისხავს. საინტერესოა. ესე იგი საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი ყოფილა.
მე ასე პატარა მონაკვეთზე საკმაოდ ბევრი მოდის და თან მე ასე ვფიქრობ, რომ მომგებიანი არის ძალიან. რაზეც ახლა ბაზარზე კილო? 5 ლარი დაახლოებით გააჩნია ადგილებს. აქედან მაგალითად 4 ლარად მიაქვთ, თბილისში უფრო მეტია. დაახლოებით 2000 მეტრა არის და არის 20 კვალი 50 მეტრიანი. ამ კრეფაზე 2 ტონამდე დაიგრება, 2 ტონა ნახევრამდე. ესე საყრდენის სისტემები საინტერესოა, როგორ აქვს გარშემული? რამოდენიმე მართულზე? 2 მართულია გაჭიმული, 2 მართული. და შიგადაშიგ ბოძებია. პატარა წვილი ბოძები და იმაზე არის მართულები გაჭიმული და ზედ მერე მაგრდება თვითონ ეს სცენარი. რთული მოსავლელია? მოსავლეთ არც ერთულია, მაგრამ უბრალოდ წამალი არ ჭირდება. ეს ერთი მთავარი წამალი არ ჭირდება და სასუქიც არ ჭირდება. მოდის ასე ჩვეულებრივად. ესე იგი მთავარია რომ სარეველებისგან გამათავისუფლოთ. სარეველები ძალიან ნაკლებად ამოდის. თვითონ ისე იფარება რომ სარეველები ნაკლებად ამოდის. ხედავთ რომ აი სუსუქთად არის გასე. კი, საკმაოდ. ისე ნიადაგი როგორი ჭირდება? ნიადაგი თუ იქნება ცოტა ნოყიერი ნიადაგი თუ იქნება უკეთესი მოსავალი იქნება, მაგრამ როგორც ასე მოყვარული არის თან. წყლის მოყვარული არის, მაგრამ ზედმეტი წყალიც არ უყვარს. აი წყლის სისტემა როგორი გაქვს? წვეთომანი გაქვთ? არა, ჩვეულებრივად აი აქედან ვწყავ ჩემი ჭამაქვს აქ. აქედან ვწყავ პირდაპირ აი შლანგები საქავია გაჭიმული, ახლა აწუჩის გაშვებული ვიყავ ვწყავ. ეს სადღაც თუ არ გაუჭირდა არ ჭირდება. რომ თვითონ შევატყო მე თვითონ სცენარს რომ გაუჭირდა, მაშინ გაუშვებს წყალს და ვწყავ. ესე იგი მოვლა-მოყვანაში არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ არის? არაფერი განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს. თავარია რომ წამალი არ ჭირდება. ვენახს ყვებით თან, მაგრამ წამალი მაინც ვერ მოყავს. ამას უწამლოთ მოდი ჩვეულებრივად რასაც ისხავს, სულ ყველაფერს, სულ ყველას ამწიფებს და მოდის მოსავალი. და ესე იგი დანახარჯი რამდენი გამოდის დაახლოებით აი თქვენ ამას არაფერი დანახარჯი არ აქვს. აბსოლუტურად არაფერი დანახარჯი. აბსოლუტურად ცელოფანი. ხოლო თქვენი შტო. მარტო შრომა უნდა ეგ არის, სხვა არაფერი. მარტო მიდის კრეფავებსთან ჩემი ხარჯი, სხვა არაფერი. რამდენი ადამიანი ყავთ დასაქმებული? 5 ადამიანი აუდის კრეფავი. და რამდენს უხდით? თუ საიდუმლო არ არის. 2 კილოიანი ვედრაზე უხდით ლარს. ანუ კილო 50 თეთრი გამოვიდა. კილო 50 თეთრი. ბაზარზეც 4 ლარი ღირს. ეს საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი ყოფილა. დღეში დაახლოებით 20 ნაკრებს აკრიფავენ. 20, 25, 30-მდე კრეფავი. კრეფას ვიწყებთ დაახლოებით მაისის ბოლოს. ეს პროცესი გრძელდება თვე-ნახევარი. ესე იგი რამდენ დღეში ერთხელ კრიფავთ? ყოველ დღე გამოშვებით. დღეს დაიკრიფა ხვალ არ ზეგ ისევ იკრიფება. სადღაც 25 შელი იკრიფება დაახლოებით. და ეხლა რომ უკვე მოილია ეს მოლევის პერიოდშია, ეხლა უნდა ეს უკვე გამოისხლას. შეგიძლიათ რომ ანახოთ პროცესი? რა თქმა უნდა შეგვიძლია და წავიდეთ აქეთკენ და ვნახოთ აბა. ესე იგი ნაყოფს რომელიც გვაძლევს ის თავისი თქმება. ნაყოფი აი თვითონაც ხედავთ რომ უკვე ხმელი არის, ეს უკვე მოსაცილებელია და აი რჩება ახალგაზრდები, ეს გაზრდილი ძირები ესენი სულ აი ესენი. ეს თავისით იყრის? თავისით ამოდის, თავისით ეს თავის ცოცხლს ამთავრებს, ამას აქვს 1 წელიწადი პერიოდი. აი ეს უკვე ხმელი ძირები რაც არის, ეს არის სულ მოსაჭრელი. ეს იკაფება. ასეთნაირად. თავიდან გასასვენებლად რა დაგჭირდათ? არაფერი, უბრალოდ აი ესეთი ძირები. ახალგაზრდა ძირები დამჭირდა, ეს შეგიძლიათ ეს მოთხაროთ გაზაფხულზე და დარგად ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე. აი ეს ძირი, მაგრამ ეს ძირები შეგიძლიათ რა დრო არის ამისთვის მიზანშეწონილი დარგვისთვის? აუცილებლად გაზაფხული. გაზაფხულზე ეს ახალგაზრდა ძირები უნდა გადაერგას. თუ სანდე გინდა სხვაგან რო გააშენოთ. და მე თვითონ იწყებს გამრავლებას? თვითონ მრავლდება ეს უკვე აღარ გადაშენდება აქ მოყვება და მოყვება. ამოდის ახალი ძირები. ეს ძველი იჭრება აუცილებლად და ეს სახლები ისე მომავალში მოსავალს გაძლევს. აი ეს ძირები სულ ყველა. ისე რა მაინტერესებს, არ ფიქრობთ რომ უფრო გაზარდოთ? ბიზნეს ტერიტორია რაც ამაქვს ეს სულ გავახსე. აქ უკვე სულ სავსეა ეს ჩემი მიწა რაც გქონდა ეს 20 მიასები სულ სავსე არის. და არ ფიქრობთ კრედიტი გამოიტანოთ სიტყვაზე და სხვა ტერიტორია შეიძინოთ? ეს უკვე ცოტა დიდ ბიზნესთან არის დაკავშირებული და მე მარტო ხელაკაცი ვარ და მე და ჩემი მეუღლე და ჩვენ ამას თავისუფლად აუდივართ. და ამის მოსავალი ჩვენ ყოფნის. ხშირად იციან ასეთი კითხვა, რამდენი შეიძლება მივიღოთ 1 გექტარზე. 1 გექტარზე შეიძლება მიიღო 2 ტონაც და შეიძლება მიიღო 12-იც. გააჩნია როგორ უვლით ჩვენ ამ კულტურას და როგორ უზრუნველყოფთ მის მოვლა-მოყვანას. მე მგონია, რომ ყველა ოჯახს პატარა მოცულობით საქართველოში უნდა ჰქონდეს მცირე მოცულობის თავისი უზრუნველყოფისთვის მაინც თუ არა ბაზრისთვის ეს კენკროვანი კულტურები. და არც წარმოადგენს დიდ სირთულეს მისი გაშენება. ყოველ წელიწადს იზრდება მოთხოვნა.
მოთხოვნა გაცილებით მეტია ახლა ქვეყანაში ვიდრე უზრუნველყოფა. თხოვლობენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ გააკეთონ სადემონსტრაციო ბაღები, ასევე ერთეული ფერმერების ყველა რაიონიდან თითქმის. და ამასთან ძალიან კარგი ორგანიზაცია გააკეთა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 3 სადემონსტრაციო თუ 5 სადემონსტრაციო, როგორც ვიცი, არაჩვეულებრივი ბაღის მშენებლობა უკვე დაიწყო, როგორც დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, რაც ერთგვარ პოპულარიზაციასაც გაუწევს და ნერგვით უზრუნველყოფასაც გააკეთებს საქართველოში. რამდენი უნდა იყოს დაშორება სცენარებს შორის? დაშორება 2 მეტრაზე ახლოს არ შეიძლება, იმიტომ რომ ხო ხედავთ როგორ არის გაბარდული. აქ რო კიდევ ახლოს რო იყოს, ესენი უკვე ვეღარ მოსაკრებად ვერ შევლენ. თუ უფრო ცოტა დიდიც იქნება, შეიძლება უფრო უკეთესიც იყოს კიდევ. მაგრამ 2 უკვე აი მე ჩემი გამოცდილებით რომ 2 უკვე სტანდარტულია. ესე დაძღვევაზე არ გიფიქრიათ წელს როგორი საშინელი სიტყვა იყო სიტყვების ამბავში, მაგასაც მოგახსენებთ. ერთ წელიწადს აქაც დიდი სიტყვა იყო. სიტყვა იყო არც ვენახი მოვიდა, არც ყურძენი არ იყო, ხეხილის ამ სცენარემ მოსავალი მაინც მომცა. სასწაული სცენარი ყოფილა. სცენარი ძალიან სასწაული მართლაც, აი რომ სიტყვისგან დასეტყვილი რო იყო, ხელახალი წამოიღო ისინი, ყლორტები და ისე მოსავალი მაინც მივიღე იმ წელიწადს ჩვეულებრივად. ისოდეს ხალხმა რომ აი ეს სიტყვის გამძლეც არის რა რო იტყვიან. დაავადებები? არავითარი დაავადება ამას არ გააჩნია. არავითარი წამალი ამას ამ სცენარეს არ ჭირდება და აი ველური ჟოლოსგან ითი გასწავდება მაგალითად. ველური ჟოლოსთაგან განსხვავება იმით, რომ ეს უფრო მსხვილი არის. ორი მოსავალი აქვს წელიწადში და ველურს ერთი მოსავალი აქვს, თან ცოტა წვრილის არის და ამდენი მოსავალი იმას არ აქვს. ძალიან საინტერესო კულტურა ყოფილა. ამის მესამედიც არ აქვს, იმას მოსავალი, ამის მესამედი და მეოთხედიც არ ექნება. მე მქონდა ის ველური ჟოლოს მქონდა, მაგრამ ის ისევე გადავაწყე. იმიტომ რომ არ იყო შემოსავლიანი. აი სხვასაც მიჩევდით, მე რო გავაშენო სიტყვაზე ეს კულტურა 1 ჰექტარზე. რა უნდა გავითვალისწინო? თუ გააშენებთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნიადაგი უნდა გქონდეთ, კარგი სარწყავი აუცილებლად უნდა იყოს, უნდა ირწყებოდეს. თუ გვალვა იქნება ერთ სცენარი ხმება სულ ძირამდე. აი ეს ახლებიც ხმებიან. ახალგაზრდა ძირები სულ ხმებია ძირამდე. უნდა გქონდეს სარწყავი საშუალება. მაგის გარეშე ამ კულტურის მოყვანა არ იქნება. თქვენ არ გეფიქრიათ წვეთოვანი სისტემის დანერგვაზე თქვენთან? ერთხელ რომ მოვწყამ, ერთი კვირა ყოფნის. წვეთოვანი სულ მუდმივი ის უნდა გქონდეს და ეს არ არის ამისთვის აუცილებელი. აი თვითონ ხედავთ როგორი აი ხალისიანად არის, ერთხელ მაქვს მორწყული ახლა მე. ამ სცენარეს არც შაშვი ჭამს, არც ჩიტი ჭამს, არც ქათამი ჭამს. მარტო ადამიანი იყენებს, რა ვიცი. ისე რას უწუნებენ? არ ვიცი, რა ვიცი. გემო არ მოწოთ ალბათ, ადამიანებს მოგწოთ და იმათ არ მოწოთ ამისი გემო და იმიტომ არ მიირთმევენ, რა ვიცი. საინტერესოა, დიდხანს ინახება ნაყოფი? ტრანსპორტირებას როგორ უძლებს? ტრანსპორტირებას უძლებს. მაგრამ როგორც ასეთი დიდხან არ ინახება. სადღაც 2 დღე ინახება. 2-3 დღე ინახება და მე შეიძლება გაფუჭდეს, წვენი გაუშვას თავისებურად. შეიძლება ითქვას, შენახვის პრობლემა დღეს არ არსებობს, მაგრამ ხვალ აუცილებლად დადგება ამისი პრობლემა, იმიტომ რომ როცა ჭარბი იქნება პროდუქცია, აუცილებლად იქნება მისი გაყინვა. გაყინვით ინახება საკმაო მოცულობით დიდი დრო, მას ჭირდება შოკი მაცივარი თავიდან და მერე ჩვეულებრივი მაცივარი თავიდან ეს იყინება დაახლოებით 18-25 გრადუსამდე, საკმაოდ კარგად ინახება, ფასოვდება და წლის ნებისმიერ დროს შეიძლება მისი გამოყენება. ასეთი პროგრამებიც მუშაობენ, მაცივრების რეაბილიტაცია და ახალი მაცივრების მშენებლობა ხდება და ალბათ სხვა კულტურებთან ერთად, სხვა ხილთან ერთად კენკროვანი კულტურები თავის ადგილს დაიკავებს ასეთი გაყინული ფორმით ხილის მიღებაში. თქვენ ესე იგი როგორ კრიფავთ მაშინვე დისტრიბუტორებს უკავშირდებით და მოკრიფავთ, მოდიან იმავე დღესვე და მიაქვთ და მეორე დღეს რეალიზაციას აკეთებენ. ესე იგი რეალიზაციის პრობლემა საერთოდ არ გაწუხებთ? არავითარი რეალიზაციის პრობლემა არ გვაწუხებს. ნეტა ბევრი იყოსო იძახიან ეს დისტრიბუტორები იძახიან, ნეტა ბევრი იყოსო და თუ გინდა ვაი 200, 300, 400 ვედრო იყოსო კილოებით წავიღებთ, წავღები ვართო და საღდება უკვე. ესე იგი ბაზარზე ძალიან საკმაოდ დიდი მოთხოვნილება. დიდი მოთხოვნილება. უღმესი მადლობა. საინტერესო საუბრისათვის. უხმოს ავაზ გისურვებთ, გაიხარეთ. დიდი მადლობა. კარგად გზანდებოდეთ.